მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მომიტა თქვენთვის ჩამეწერა ვიდეო. რა არის ასტროლოგიაში მმართველები, სახლის მმართველები? გვაქვს უფრო სიღრმისეულ ასტროლოგიაში ესეთი გაგება სახლების სისტემა. სახლების სისტემა გვაქვს 12 სახლი, რომელიც ყველა ნიშანს იმეორებს ჩვეულებრივად და პირად რუკაში გვაჩვენებს სახლები უკვე პირდაპირ უშუალოდ სფეროები, როგორ მუშაობს ადამიანის ცხოვრებაში. სახლების სისტემით გვებულობთ ფაქტიურად ყველაფერს, ახლა კი კოსმოგრამა ძალიან ბევრი ინფორმაციას იძლევა, პლანეტები რომელ ნიშაში არის, ასპექტები არის, მათ შორის ეს უნიკალურად ბევრი ინფორმაციას გვაძლევს და ვინც ახლა დაბადების დროს საერთოდ არ იცის, იქ ვიყენებთ ხოლმე უკვე კოსმოგრამას. და დამჯერად არც ისე ცოტა ინფორმაცია არის ხოლმე კოსმოგრამაში. მაგრამ კიდევ უფრო თუ მინდა ჩავუხმავდეთ პლუს მინუს თუ რაღაც დრო ვიცით, კიდე შეგვიძლია რაღაც სახლები განსაზღვროთ, მაგრამ რაც უფრო ზუსტად ვიცით დრო, აი 1 საათი შუალედი, 9 საათი შუალედი, მით უფრო მეტად ვერ ყვევით უკვე რა სახლების სისტემა დაუჯდა ადამიანს. იმიტომ რომ სახლების სისტემა ყალიბდება დაბადების დროის მიხედვით. ამიტომ ერთ დღეს დაბადებული ადამიანები შეიძლება ძალიან ზოგადად კი გავდნენ რაღაცებში ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებულები იყვნენ, აი საათი უკვე განსაზღვრავს ძალიან დეტალურ ინფორმაციას. და კიდევ უფრო დეტალურს განსაზღვრავს უკვე სახლების მმართველები, რომელიც ზოგჯერ ძალიან მალე იცვლება ხოლმე და აი ტყუპების შემთხვევაში როცა არის, შეიძლება იქ სახლები უკვე განსხვავებული იყოს და ამ სახლების მმართველები იყოს უკვე სხვადასხვა. ეხლა რას ნიშნავს სახლების მმართველები? თუ ვინმეს ახლა ასტროლოგიაში მე ვინც მისმენთ, უფრო მეტად ერკვევით. ახლა ასტროლოგიაში და იცით ეს რასაც გულისხმობ. თუმცა თუ რომელიმე ახალიც არის, მათთვისაც უფრო ესე დავწვრილმანდები. ყველაზე საინტერესო სახლების სისტემაზე რატო გეუბნებით? ეხლაც მაგალითად ასტროლოგიური სკოლა მაქვს და ეხლა ვიყავით ზუსტად სახლები, ეხლა წინაზე ავხსენი სახლების სისტემა და გავიარეთ უკვე მმართველები და აი თვითონ თვალნათლივ ნახეს, აი ამ მმართველების, სახლების მმართველების ასპექტები რამდენად მნიშვნელოვანი არის და ფაქტიურად ვიღებთ უკვე სახლების სისტემით და მმართველების სისტემით აი პირდაპირ ფორმულებს. აი როცა არის ფორმულა ეს სახლი ამასთან არის კავშირში, უკვე კონკრეტულ ისტორიას ვიღებთ. და რა სახლიც რა სფეროსთან არის დაკავშირებული, მაგალითად მეორე სახლი, როდესაც იწყება სიტყვაზე კუროთი და მისი მმართველი ვენერა არის მერვე სახლში. ფორმულა უკვე კი მივყვებით ჩვენ, ვენერას რა ასპექტები აქვს. თავად მერვე სახლის მმართველი ამავე დროს სად არის და მე ასე მივყვებით უკვე მთელი სახლების ანალიზს, ხო? მაგალითად, თუ მეორე სახლის მმართველი მერვე სახლში არის, ჯერ ამას ვიღებთ და აქ უკვე ფორმულა შემოდის, რომ ჩემი ფინანსები, ჩემი სტაბილურობა, ჩემი უსაფრთხოება, ჩემი თვით გამოხატვა განიცდის სულ კრიზისებს, მერვე სახლი ჩვენთან დანაკარგებიც არის და ბევრი ენერგიაც არის, ხვისი ენერგია. აი აქ უკვე მერვე სახლის მმართველს ცალკე უყურებთ, ცალკე ვენერა როგორ ასპექტებში არის, იმიტომ რომ შესაძლებელია პირიქით მისცეს ის, რომ ჩემი ფული ძირითადად სხვის ფინანსებზე არის დამოკიდებული, იზრდება სხვისი ფულით, მაგალითად იყოს ეს ბიზნესი, მაგალითად იყოს ეს მეუღლის ფინანსები, მემკვიდრეობა შეიძლება იყოს მაგალითად რომელმაც აი ესე მეძლევა და ჩავდებ მე ფულს და ამ ფულს ვატრიალებ სიტყვაზე, ხო? შეიძლება იყოს ვალების ტენდენცია, მე მმართველებს უყურებთ, ძალიან რუკასაც უყურებთ, მაგრამ შეიძლება იყოს რომ აი გამოვიტანე ვალი და მე ვერ გადავიხადე, იმიტომ რომ მეორე სახლი ჩვენთან ეს ხელფასი, ფული, სტაბილური ფული არის, ჩემი ფული არის და მეორე სახლი კრიზისები არის. ზოგჯერ შეიძლება კრიზისებად გათამაშდეს, ზოგჯერ შეიძლება რომ მე სულ შემომდის სხვისი ფული, დედა მეხმარება, მამა მეხმარება, მეუღლე მუშაობს, ანუ ან დახმარებაზე ვცხოვრობ მაგალითად, ხო? საზღვარგარეთ განსაკუთრებით უფრო არის ხოლმე ეს. ანუ თვითონ ფორმულები, ან მერვე სახლის მმართველი მეორეში, ხო? უკვე გასაგები არის აქ, რომ აი ეს ფორმულა აუცილებლად იმუშავებს ცხოვრებაში. თუ არის მეოთხე სახლის მმართველი, მაგალითად, ან მე-12 სახლში, ან მე-9 სახლში, ფორმულა არის ემიგრაციის უმეტესწილად. და ან შორს ცხოვრების, ან მე-9 სახლს ნუ პირდაპირ უცხოეთი არის ხოლმე და აი ხშირად როცა ვამბობთ ხოლმე რომ აი რომ ამბობენ რომ აი რამდენად მაქვს ემიგრაციის ან უცხოეთის მაჩვენებელი, როგორც წესი ფორმულებს ვიყენებთ.
ის რა გველის ცხოვრებაში აქ ფორმულებს ვიყენებ. ფორმულები სახლების მართველებში არის, არა სახლებში, სახლების მართველებში. აი ხაც ვასწავლდი ჩემებს, რომ პირველ რიგში მაგალითად მე-9 სახლში მყავს ბევრი პლანეტა და ვიღაცა შეუძლია თქვას, რომ აი აქ უცხოეთი გელის, ხო, უცხოეთში წასვლა. არ არის აუცილებლობა. მან მართლს უყურეთ. მე-4 სახლის მართველი სად არის? მე-9 სახლის მართველი სად არის? და აი მე-9 სახლში რო პლანეტები არ რომელი სახლიდან მოდის? აი ეს არის ხოლმე აქ წამოყვანი. და როდესაც აი ამას ესე ნენელა მივყვებით სახლების მართველებს, პირველ რიგში მართლს ვიყენებთ და მერე ვიყენებთ უკვე რა პლანეტას არჩევთ. აი აქედან უკვე ალგორითმს ხვდებით როგორ მუშაობს. ახლა 2 აგვისტოს მაქვს ასტროფსიქოლოგიის ორთვიანი კურსი და დაახლოებით 40 საათს გავდივართ ინტენსიური პროგრამას და იქ ძალიან პირადი რუკების გამოყენებით თეორია, პრაქტიკა ერთად გვაქვს, ჯგუფური თერაპიები გვაქვს, თეორიასთან ერთად პირველი ნახევარი ასტროლოგიური კომბინაციები, ჩემი სლაიდებით, თეორიას ხსნი, თავისი კარმული დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე, ენერგეტიკულ დონეზე, მაგალითად იუპიტერიზე, როცა ვლაპარაკობთ, უნდა ვიცხოვროთ ეს იუპიტერი და შემდეგ გადადიოთ მონაწილეების იუპიტერზე, იქ ვახვედრებ, სადაიჭირონ ეს პლანეტები შიგნით, როგორ მიხვდნენ, რომელ სახლში არის, რომელ ნიშანში არის, როგორ უნდა იგრძნონ ვენერაზე, როცა ვლაპარაკობთ, იქ ფაქტობრივად თერაპიებს ვატარებთ, მე ეს ვენერას ენერგიაში შევიდნენ. თორე ესე ვერ გაიგებენ და ეს არის ზუსტად თერაპიული პროცესი, როდესაც შენ რუკას ცხოვრობ, ფაქტობრივად შენ ენერგიებთან იწყებ ნელა თვითრეფლექსიას და კონტაქტს და ეს არის რეალურად ყველაზე საინტერესო თანამედროვე ასტროლოგიის სწავლაში, ჩემი აზრით, ჯგუფური თერაპიების გარეშე ასტროლოგიის სწავლა უბრალოდ ახლა ეს კოგნიტურად ინფორმაცია დავიმახსოვრ, რომ მე ვეღარ იყენებენ ამ ინფორმაციას და აი აქ მე უკვე დეტალურად გავდივართ ამ სახლების სისტემას. თუმცა ახლა ვინც თქვენ სწავლობთ ასტროლოგიას დამოუკიდებლად ამ სახლების სისტემაში იჭედებით და სხვა შეიძლება წინაზე მქონდა რაღაც ძალიან იაფი და იღირდა სპეციალურად გავაკეთეს ფაქტიურად სიმბოლური ფასი, რომ მაქსიმალურად მეტი მოსულიყო, იმიტომ რომ ყველა ძირითადად სახლები უჭირს ხოლმე. კი გასაგებია რომ 800 მეტი ვიდეო მიდევს და უფასო ძალიან ბევრი ინფორმაციას ვდებ და შეუძლიათ ნახევარმთვლის მეგონი ამ ვიდეოებით ისწავლა ასტროლოგია და საქართველოს, მაგრამ მაინც იქ უკვე ცით რა არის, მოგეუბნებით სასწავლო პროგრამაში ცოტა უფრო სიღრმისეულად სხვა დეტალებში გავდივართ, იმიტომ რომ არის რაღაც ისეთი ინფორმაციები, რომელიც საჯაროდ არ ითქმევა, იქ უკვე თერაპიულ პროცესში პირადი რუკების გამოყენებით ითქმევა ხოლმე და ზედაზედ სახლებზე მქონდა ლექცია, სადაც მართველებსაც გავდიოდით და ეს ვიზუალურადაც ვაჩვენებდი ახლა პირდაპირ უკვე. ეს ცოტა ესე ისწავლება. მაგრამ ვინც ახლა ერკვევით თქვენ რუკაში, დააკვირდით პირველ რიგში. საერთოდ აი როცა ვასწავლე ხოლმე მაგალითად, რომ გამოგვაქვს რუკა მონაწილეებთან და ვიწყებთ მერე უკვე რომ აი ადამიანის რუკა გავხსენით, პირველი რას უყურებთ, ხო? ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ასტროლოგებს უკვე თვალი სხვანაირად გვაქვს შეჩეული და უკვე სწრაფად ხედავთ რა არის აქ თავარი და რაზე გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ ჩვენთვის შეგვიძლია ვნახოთ ჯერ ვინ არის პიროვნება. ვინ არის თვითონ მე, ენერგეტიკულ, ფსიქოლოგიურ, სხეულებრივ დონეზე ადამიანი, ახლა თუნდაც რომ ვინმე მოდის ჩემთან და ხა არ ვიცი ვინ არის, ხო? არა, სპეციალურად არაფერს არ ვაკითხები, სპეციალურად არც ფოტოს არ ვნახულობ ხოლმე, რომ ვიცი რომ აი ნახავ და ვიწყებთ უკვე სუფთა ფურცლიდან შევალთ, მაგრამ რუკაში ხო უყურებ რა ენერგია იქნება. ზუსტად ვიცი უკვე რა კომუნიკაციის მანერა იქნება, როგორი ვიზუალი იქნება, რა ენერგეტიკულ ველში იქნება, რა კარმული პროგრამები აქვს, სად აქვს სუბუქი და მძიმე წერტილები, მაგრამ ეს ახლა ჩვენ ასტროლოგებმა ვიცით უკვე. მაგრამ აი როცა ვასწავლით, მან უნდა ვნახოთ ჩვენც გაინტერესებს ხო რომ ვინ არის ადამიანი და ხშირად უყურება ხოლმე აი ასციდენტით ესა და ესავა. აი ჩემთვის მნიშვნელოვანი არა ასციდენტით ვინ არის ადამიანი, არამედ მართველი სად არის. აი ეს არის მთავარი. იმიტომ რომ თქვა შეიძლება ასციდენტით ვიყო შულდოსანი და ეს შულდოსანი, ხა რო წაიკითხოთ, დიდი თვალები, ოპტიმისტური ზერა, ბედნიერი ენერგეტიკული, აი ბედნიერებას რო ასხივებს უკვე სხეულებრივად ადამიანი კლასიკურ ფორმულაში ეს არის, მაგრამ შეიძლება მერვე სახლში იყოს უკვე ეს
მმართველი იუპიტერი. შეიძლება სატურნთან შეერთებაში იყოს. საერთოდ უკვე სხვა ენერგეტიკა არის. იმიტომ რომ იქ მისი ასციდენტი იღებს უკვე ირიბად გვერდიდან სატურნის ენერგიას მაგალითად, ხო? და აქ სატურნული აი შეკავება, ენერგეტიკული შეკავება შემოდის. გაჩნია მე თან იქ სატურნის და იუპიტერიც სად არის. შესაძლებელი არის იყოს ასევე ეს იუპიტერი მორიელში სიტყვაზე. და აბსოლუტურად უკვე ამ ვიზუალში ეს მშვილდოსნის ენერგიასთან ერთად უკვე მორიელური ენერგეტიკა შემოდის, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ესე ნენელა იკინძება აბსოლუტურად ყველა სახლი, ყველა მმართველით, იმიტომ რომ ამ იუპიტერსაც როგორი მმართველები ყავს, როგორი ასპექტირებული არის, თქვათ თუ მმართველი არის ჩემი ასციდენტის მშვილდოსანი, ხო? იუპიტერის ასპექტებს უყურებთ მე. ამ იუპიტერის ასპექტებში გავდივართ უკვე თვითონ უკვე უყურებთ რომ სხეულებრივად იმუნიტეტის კუთხით სასიცოცხლე ენერგია პირველი სახლი ეს არის სიმბოლურად სასიცოცხლე ენერგია როგორი აქვს ადამიანს როგორ აქვს შინაგანი პირადი საკუთარ თავთან დამოკიდებულება ხო აი მე როგორ ვექცევი ჩემ თავს მე როგორ მაგ შიდა სიმყარე თუ არა მაქვს ხო აი მას ასციდენტი ძალიან სერიოზულად აჩვენებს და მართველი და მთელი მისი ასპექტები აჩვენებს უკვე დგას მყარად ადამიანი თუ ვერ დგას ემოციური ინტელექტია უფრო ინდივიდუალურ დონეზე განვითარებული თუ რა ხო ახლა ზოგადად მთელი რუკ ამას აჩვენებს მთლიანობაში მაგრამ პირველი სტრიხი მაინც ჩემ თავის მიმართ დამოკიდებულება და მე ჩემ თავს როგორ აღვიქვამ და როგორ გამოვხატავ, აქ მაინც ასციდენტი არის. ამიტომ პირად რუკაზე ახლა ძალიან ბევრი არის ჩემთან რომ მოდიან ხოლმე. ძალიან იშვიათად მეუბნებიან, რომ იცით მე მაქვს რუკა გაკეთებული და მხოლოდ ერთი რაღაცა მაინტერესებს და ნუ ესე მე არ მუშაობ, იმიტომ რომ ყველა ასტროლოგს თავისი ინტერპრეტაცია აქვს პირადი რუკის, მეც ახლა ადრე ყოველთვის ბევრ ასტროლოგს აჩვენებდი ხოლმე ჩემ რუკას, მაინტერესებდა ყველა საზრი და ყოველთვის საინტერესო არის სხვადასხვა თვალმაც შეხედოს ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ჩემი მიდგომა აბსოლუტურად სხვა არის ხოლმე და იმიტომ რომ მე ცოტა სხვა კუთხით უყურებ იქ ფილოსოფიური კუთხით უყურებ გარემო დონეზე უყურებ ფსიქოლოგიურად უყურებ ენერგეტიკულ დონეზე უყურებ ენერგოცენტრების მიხედვით უყურებ ახლა ასტროლოგიაში ჩანს ეს ხო ენერგეტიკული ცენტრები ჩაკრების ენერგიაზე როცა ლაპარაკობ სადა აქ ადამიანის პრობლემები სად შეიძლება კონდეს ახლა სატურნული ბლოკები პირდაპირ ხო ახლა ყველა არ წავედი ფსიქოლოგიაში ხო მინდოდა ეს შემომეტანა ასტროლოგიაში მთლიანობაში ცოდნა, აქ არ არის მარტო ფსიქოლოგიაზე, იქ ვედური ასტროლოგიიდან იქნება თუ ვედური საერთოდ ფილოსოფიიდან, ხო, აი ცოდნიდან გამომდინარე ვუყურებ მე პირადად ასტროლოგიას. და აი სამყაროს დიდ კანონებთან შესაბამისობაში და ენერგეტიკულ დონეზე ადამიანი როგორ არის, ხო? თავის ავთენტურობასთან როგორ არის და საით უნდა წაიყვანოს თავის ცხოვრება და ამას ძალიან სხვა სიღრმეები ჭირდება, სხვა სიხშირეებში დანახვა ჭირდება რუკის და შესაბამისად მე კი ხვდებიან მაგას რომ მოდიან ხოლმე. მე საერთოდ სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს. მაგრამ სანამ არიციან, ნუ მიწევს ხოლმე ამისი ახსნა, რომ იცით, ნაჭერ-ნაჭერ არ ვაკეთებ რუკას და თერაპიულად უყურებ, კარმულ დონეზე უყურებ, ენერგეტიკულ დონეზე რომელი მშობლის მოდელზე ვართ, წინა ცხოვრების რა ენერგეტიკული ბლოკები შეიძლება გქონდეს მოტანილი ამ ცხოვრებაში რა ჩანდა ბლოკების კუთხიდან ძალიან საინტერესო რაღაცები ჩანს პირად რუკაში. ოღონდ აი ესე ვკინცავთ, ჯერ უყურებ ინდივიდს, რა ენერგეტიკა, როგორი არის თავის მეს მიმართ დამოკიდებულება, ხო? და ამ მესთან ურთიერთობაც როგორ გამოსდის? არის, გადის მე-7 სახლში გაყავს ადამიანს ეს პირველი სახლი თუ ვერ გაყავს, ხო? ან მე-10 სახლში თუ გაყავს ეს პირველი სახლის ენერგია. და აქედან ვიწყებთ ნენელა უკვე სინთეზს, რაც უფრო კარგად ერკვევიან ასტროლოგიაში, ზოგჯერ ახლა რამდენჯერმე მოდიან ხოლმე ჩემთან და მე უკვე ესე უშუალოდ ვიწყებთ ხოლმე ესე აკინძვას რუკის ტექნიკურადაც. და შემდეგ უყურებ ხოლმე ხა პირველი მისთვის მნიშვნელოვანი სახლები რა შეიძლება იყოს, ან პრობლემური სახლები რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს და ძირითადად უყურებთ ხოლმე რა თქმა უნდა კუთხურ სახლებს. ახლა მე-7 სახლის მმართველი, მთავარი როგორი ადამიანები შემოდიან ამ ადამიანის ცხოვრებაში, როგორი ენერგეტიკა აქვს ამ ადამიანებს. მას როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ხალხის მიმართ, იმიტომ რომ მე-7 სახლი გონიათ მარტო ქორწინებას. ამ დროში ნებისმიერი ვინც ჩვენ ცხოვრებაში შემოდის მე-7 სახლიდან.
აი სადაც არ უნდა წავიდე, რო გავიცნობ ადამიანს და მე თუ ეხა უბრალოდ გამარჯობა ხელი ჩამოვართვი და აღარასდროს აღარ შემხვდა, მაინც ამას არ მომბ, თუმცა ისიც რომ ვიღაცა შეხვდეს, ვიღაცამ უნდა მოგვიყვანოს. და იმ ველში უნდა ტრიალებდეს, ხო? და ველის თეორიის კუთხით, მეშვიდე სახლი ეს არის ზუსტად რა ველში ვარ, მე თვითონ ენერგეტიკულად, ხო, პირველ სახლში. აუცილებლად ოპოზიციურ ველს შემომთავაზებს, ანუ ეს თქვათ პოლარობას არ გულისხმობ, აქ ამ შემთხვევაში გულისხმობ, მე როგორ გამოვხატავ ჩემ თავს, აუცილებლად იქ ამ ველში მე ვის შემოვიყვანა, ეს ჩანს პირველ მეშვიდე სახლების ღერძზე. ანუ ფაქტიურად, როცა ირთვება მეგობრებო, ახლა ვინც სწავლობთ ასტროლოგიას გამოგადგებათ, როცა ირთვება მეშვიდე სახლი, ავტომატურად ირთვება პირველი სახლი. ისე ცალ-ცალკე საერთოდ მაინც არ განვიხილოთ. ახლა როდესაც მაგალითად მე-10 სახლში ყავთ მძიმე პლანეტები, მათ აკლიათ ცოტა ემოციური გახსნილობა, შინაგანი თითქოს, ხო, იქ შავი მთვარე თუ არის, სატურნი თუ არის მაგალითად, ხო? ანუ ზედმეტად ბევრი ტვირთი მაქვს პასუხისგებლობების და ნელ-ნელა მჭირდება სითბო, ჩახუტება, ან ნელა ისეთ რაღაც მინდა, რომ აი პატარა ვიყო და გადაიბაროს ვინმე ეს პასუხისგებლობები. თუ მე-4 სახლშია პირიქით, მძიმე პლანეტები ან თავისი ლილიტით მაგალითად, ადამიანს აკლია ზურგი, ღერძი. და სულ აქვს ის პრობლემა, რომ აი დასაყრდენი არავინ არ ყავს და ჩემ თავში არ მაქვს დასაყრდენი. მაინც ხო? ანუ საბოლოო ჯამში იმ არავინში ჩვენ თავს გულისხმობთ პროექციის კუთხით ყოველთვის. და აი პირველ სახლში როცა არის ნეგატივი და მეშვიდე სახლს ავტომატურად არ ტყამს ეს და ეს უკვე ნიშნავს, რომ მე მაქვს ჩემ თავთან პრობლემები და ამის გამო მე პრობლემებში შევდივარ უკვე პარტნიორებთან. ან მოდიან რატოღაც პარტნიორები ჩემთან პრობლემურები. შეიძლება მე პირველი სახლის ენერგია კარგად ამაქვს, მაგრამ აი მაგალითად მეშვიდე სახლის მმართველ სატურნი უერთდება, ან ურანი უერთდება, ან ლილითთან აქვს შეერთება სიტყვაზე. ხო, ან პირველი სახლის მმართველს ან ლილიტის შეერთება, საერთოდ სხვა სახლში იყოს, მე-9 სახლში იყოს, მე-3 სახლში იყოს, მაინც პირველი სახლის მმართველს უერთდება. უკვე აქ ინდივიდის პრობლემა ჩდება, ხო? მე ენერგია ლიტი რა არის? დარქია პირდაპირ, ხო? რაღაცა ლაქასავით გვაჩვენებს, ხო? და აი ეგ იდენტობაში უკვე შემოდის რყევები, ეჭვები, თავში დაურწმუნებლობა მაგალითად. ან მეშვიდე სახლში თუ არის შავი მთვარე, ან მეშვიდე სახლთან არის აქცენტირებული რაღაცა ნეგატივი, ეს უკვე ნიშნავს, რომ როგორც კი პარტნიორულ ურთიერთობაში შევდივარ, მე ვკარგავ, პირველი სახლი იკარგება იქ. ხო და აქცენტირებულ მეშვიდე სახლში მე ვიყლაპები. ესეთი რაღაც არის. ან თუ მე მაქვს პრობლემა ჩემს პირველ სახლში ან შავი მთვარე არის, ან პირველი სახლის მმართველთან სატურნი არის, ის აი ცოტა მძიმე თემებზე რო გითხრათ, მე ვარ უკვე ჩემი თავისთვის პრობლემა და მე ვეღარ ვიტევ სხვა ადამიანებს, ხო? და აქაც ავტომატურად მეშვიდე სახლი იყლაპება აქ ამ შემთხვევაში, ხო? მე ვერ ან ჩემ თავს კარგავ და მეშვიდეში გადავდივარ, ხო? და მე ამ ჩემ თავს ვიბრუნებ და მე მეშვიდე სახლს ვანადგურებ ფაქტიურად, ხო, ანუ ურთიერთობებს შლის სადღაც და აი ამაში მიდის ყოველთვის ერთი აი ეს ოპოზიციური სახლი. ამიტომ საერთოდ სიღრმისეულ ასტროლოგიაში ერთ სახლს არ ითვალისწინებთ. თუ გვაქვს დაზიანებული ერთი სახლი, ავტომატურად ითრევს მეორესაც ოპოზიციურ სახლს. ამას სჭირდება სწორი ინტერპრეტაცია, ამას სჭირდება სიღრმისეული ჩართვა, გაცნობიერების ტექნიკები სჭირდება ადამიანებთან, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ეს უთხრათ, მაგრამ თუ არ შეიგრძნო, თუ არ იცხოვრა ახლა ის იმ მომენტში, არაფრის მომცემი არ იქნება ინფორმაცია. და არის საერთოდ ფაქტიურად ახლა იმისთვის არ მოდიან ასტროლოგებთან, რომ არ მიიღონ შინაგანი გაცნობიერება, შეცვლა, ხო? ანუ რისთვის თუ არაფერი არ შევცვალე, ანუ თუ არაფერს ვერ მივხვდი და უბრალოდ გავიგე ინფორმაცია, რომელიც არაფერს არ მაძლევს, რისთვის მინდა? ამიტომ გვჭირდება იმისთვის ეს ყველაფერი, რომ ჩვენ გავარკვიოთ, რას ვაკეთებთ არასწორად. ან რას ვაკეთებთ ძალიან სწორად და ეგება და ეს არის ოკეი, ხო, სადღაც. შეიძლება ყოფილა, რომ აი ადამიანს უკვე დაწყებული აქვს ეს ცვლილებები, გავდივართ ამას, კიდევ უფრო წუნდება, რომ ხო, ეხლა მე ხვდი, რომ რაღაცას თურმე საოცხოვრებამ თავისი წამეყვანა ამ გზას, მაგრამ ეხლა უფრო მყარად დავდგებით, რომ ვიცი, რომ სადღაც აქ მივდივარ, ხო? და აი ეს ყოველთვის სახლებში ჩანს, მეგობრებო, არა მარტო პლანეტებში. სახლების მმართველებში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხა, როდესაც მე-9 სახლის მმართველი პირველ სახლში არის, მე-9 სახლი ეს არის მოგზაური სული, ეს არის ოპტიმისტი.
ძალიან გავს იუპიტერი რომ იჯდეს პირველ სახლში. მეცხრე სახლი მოაქვს პლანეტას ფაქტიურად პირველ სახლში ესევე წახი ხოლმე, ხო? აი აქ ამ სახლში შემოიტანა იმ სახლის ენერგეტიკა. აი როცა ვამბობთ მაგალითად მეხუთე სახლის მართველი მოდი ესე ვთქვათ მერვე სახლში ან მერვე სახლის მართველი მეხუთე სახლში, ხო? ეს არის მეხუთე სახლი არის ჩვენი სიყვარული, რა მიყვარს, გულით რა მინდა, ყოველთვის მეხუთე სახლს უყურებთ მანდ და მერვე სახლი არის კრიზისები, მძიმე ენერგიებია, ხო, რაღაცა ისე ვამბობთ და ხშირად ყავს ხალხი, რომელსაც აი გულით უყვარს ექსტრემალური სპორტი, მაგალითად. ან ექსტრემალური დასვენება, მეხუთე სახლის დასვენება არის ჩვენთან. უყვარს ყველანაირი სიღრმეები, ფსიქოლოგიური კვლევები, აი ამ სიღრმეზე ფიქრი მაგალითად, ხო? იქ თერაპიები, აი ისვენებს, როცა თერაპიულ პრაქტიკაში არის, იქ იქნება მედიტაციური ტექნიკები, იქნება ჰიპნოთერაპია თუ რა, ხო? აი თუ მეხუთე სახლის მართველი მეათე სახლში არის, ეს შეიძლება იყოს, რომ თავისი ჰობი არის პროფესია მისი, ხო? ამ ადამიანის შეიძლება რა ძალიან უყვარს იმაში უკვე სახელი მოიხვეჭა, ხო? მეათე სახლი ეს არის შვილებიც არის სხვა შვილს, რომელიც მე რაღაცა სტატუსს აღწევენ, ესეც ჩანს ხოლმე. მაგრამ მართველებში არის ეს ყველაზე მთავარი და ხშირად მოდის ხოლმე ესეთი კითხვები YouTube-ზე წერენ ხოლმე, რომ აი მე რო ცარიელი მაქვს ეს სახლი, რა თქმა უნდა ცარიელი გვექნება, 12 სახლს ახლა ვერ დავიკარებთ, ხო? ყველანაირი პლანეტით, ხო? როგორც წესი, უმეტესად ცარიელი სახლები არის, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ უყურებთ მართველს. და ეს მართველი არის მთავარი. მართველი ყოველთვის ყავს, ყველა სახლს აქვს ყავს თავის მართველი. და თავისი ასპექტირებული მართველი თან, რომელიც შეიძლება იმაზე ძლიერი იყოს ეს მართველი სხვა სახლში. მთელი ამ პლანეტის ენერგია მეხუთე სახლი მაქვს ცარიელი, ამ დროს მართველი მეათეში ის. მთელი მეხუთე სახლი კონცენტრირებულია მეათე სახლში კარიერაში. მთელი ჩემი ნიჭი, უნარები, დამოუკიდებელი რაღაც ინსაიტები, პიროვნული განვითარება, ეს ყველაფერი ტრენინგების თუ რაღაცების სახით ამაქვს უკვე კარიერულ სტატუსში. და შეიძლება ვიყავართ ჩვეულებრივი მსახიობი მეხუთე სახლი, ხო? მაგალითად შეიძლება ძალიან კარგი სპორტსმენი ვიყო მეხუთე სახლი ჩვენთან ასევე თამაში არის თავისი სპორტითაც, ხო? შეიძლება მხატვარი ვიყო, შეიძლება მუსიკოსი ვიყო, შეიძლება ვიყო უბრალოდ აი რაღაც ინიციატორი, რაღაცის შემქმნელი, იმიტომ რომ ხელოვნებასთანაც არის მეხუთე სახლი დაკავშირებული, ხო? აი ის რა ძალიან მიყვარს, იმაში ძალიან ცნობილი შეიძლება გავხდეთ. ესეთი ფორმულაც არის, მან მე ამ მართველის ასპექტებს უყურებ და უკვე მთლიან რუკაში გავდივარ. ამიტომ სულ ამას ვამბობ, რომ ცარიელი სახლი მიანიშნებს, რომ უყურებთ მართველს. მართველები სახლების არის ყველაზე მთავარი, მან დევს მთავარი ფორმულები, მთავარი გასაღები ამ ფორმულებში და ეს ფორმულები რაღაც ჩარჩოში ტრიალებს, ხო? უკვე ვიცით აი ამ სახლის გამოხატვა როგორ ხდება, როგორი თამაშებს ცხოვრების რა ეტაპზე. იქ ტრანზიტები შეიძლება მერე დაემთხვეს, თქვა და ხა მერე არის იქ სოლარი, არის დირექციები, პროგრესები, მიტევს ამ პროგნოზირების ამ მეთოდზე ვიდეო. და მე იქ უკვე ვხედავთ დინამიკაში, აი ეს სახლები როდის აქტიურდება ცხოვრების რომელ ფაზაში, როდის ვაბლენთ ამ ასპექტებს მაგალითად და სად გვიჩანს პერიოდები, რომ აი ზოგს ვეუბნები, რომ აი ცოტა ხანში ეწყება სატურნის პერიოდი და აქვს შორ მომავალში რაღაცა გეგმები. რაღაცის შეცვლა უნდა და არ გადაწიო 3 წელიწადში, 4 წელიწადში ვეღარ განახორციელებ ისეთ პერიოდი დაწყება და ხვდებიან, რომ ეხლა უნდა მოასწრონ, იმიტომ რომ ამის გადადება უკვე ნიშნავს, რომ სირთულებს დაეჯახება ადამიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის გავიაზროთ ხოლმე, რომ აი ამ პროგნოზების ნახვით, ტენდენციების ის რუკაში გავდივართ ჩვეულებრივად ტენდენციებს. ცალკე არ არის ხოლმე, თუ ახლა დირექციები, პროგრესიები არ ჭირდება ადამიანს, რომ დაინახოს ახლა ასციდენტი როდის შეეცვლება, პარტნიორული ენერგია როგორ იცვლება, ხა შეიძლება დესცენდენტი მე ლომში მყავს, მაგრამ რაღაც ასაკში შეიცვლება. და საერთოდ სხვა კატეგორიის პარტნიორებს და ადამიანებს მივისიტავ, ხო? და ეს დირექციებში ჩანს. ყველაზე მთავარი ეს არის პროგნოზირების საშუალება, რომელიც დინამიურად გვაჩვენებს რაღაცა ეპოქებს ჩვენი ცხოვრების დიდ მნიშვნელოვან ეპოქებს და ეს ეპოქალური ცვლილებები ინდივიდუალურ ცხოვრებაში როგორ გვექნება და
აქაც აი ესეთი სერიოზული პროგნოზირების ჩართვით ეს უკვე ცალკე არის ხოლმე, მაგრამ ისაც ახლა თქვენც თუ ნახულობთ პირად რუკას, ეგ შეგეძლიათ ნახოთ უკვე ტრანზიტებში, სატურნის ტრანზიტს ვახსენებთ ყურადღებას, რომელ სახლში გადის და ამავე დროს რომელი სახლის მმართველია ჩვენ ნათალურ რუკაში, ეს არის მთავარი. ანუ მე თუ გამდის ახლა მეშვიდე სახლში სატურნი, რას დაატრიალებს, იქ გავიგებ ჩემი სახლს რომელი სახლის მმართველი არის პირად რუკაში, ხო? იმ ენერგიას წაიღებს ასევე, ან სადესაც ის დროს, როგორც წესი, თვარის სახლი, სატურნის სახლი, ლილიტის ენერგია აქტიურდება ერთდროულად ხოლმე და მათ ხვდებით უკვე ამ ეგოს კრიზისში რომელ სფეროებს ჩართავს სადესაც ის პერიოდი, ხო? და აქაც სახლების მმართველებს ვიყენებთ აუცილებლად. ეგ არის მთავარი. ახლა მეც რუკას უყურებ ხოლმე და თან ძალიან მარტივი არის მეახლოებითი დრო, ახლა პლუს მინუს 1 და 2 საათით, უკვე შეგვეძლია სახლების განსაზღვრა. მაინც შეიძლება 1-2 სახლი ძალიან საზღვარზე იყოს და იქ ცოტა ვერ გავიგოთ რა რომელ სახლში არის, მაგრამ დანარჩენი სახლების მმართველები ხო იმ ხელა დიაპაზონი შეიძლება იყოს, რომ განსაზღვროთ, რომ უკვე ხვდებით, რომ ეს ყველა ვარიანტში ეს მმართველი იქ იქნება. და აქედან გამომდინარე, პირდაპირ უყურებ მე პირადად მმართველებს. ახლა როცა უყურებ პლანეტას, ახლა იუპიტერი როზის მე-11 სახლში ძალიან ბევრს ყავს მე-11 სახლში იუპიტერი. აი რომელი პლანეტიდან, ეს პლანეტა რომელი სახლიდან მოდის, აი აქ დაატრიალებს თავარ ამბებს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. მე მე-11 სახლის მმართველი სად არის? ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ამას სჭირდება ძალიან ისეთი ინტერპრეტაცია ამ ყველაფერს, ხო? და ხაშერის ეს თერაპიულადაც უზად მაგაზე მუშაობთ ამ ინტერპრეტაციაში ჯერ ნათალურთან, მე რო ხვდებით ხოლმე უკვე ტრანზიტულიც ასევე როგორ შეიძლება განვითარდეს. მოკლედ ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა თქვენთვის, ახლა უბრალოდ ხანერად ახლა ესეთი ფორმატში სასწავლო პროგრამა, მაგრამ 2 აგვისტოს მეწყება, ვისაც უფრო თქვენ თავზე მუშაობა გინდათ, ვისაც ინდივიდუალურად გინდათ უკვე ჯგუფურ თერაპიულ კურსში სწავლა ამ ყველაფრის. მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ უფასოდაც იყოს მაქსიმალურად რის საშუალებაც მაქვს იმის მოწოდება და იმედია რომ იყენებთ ამ ინფორმაციას. იმედია რომ მოგწონთ ეს ვიდეოები, ელოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, მეგობრებო და წარმატებებს გისურვებთ ძალიან ბევრს თქვენ დროებით.